უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ივნისში შარშან და რომელიც აღიარა იანვარში და როდესაც საქმე მიდის ხოლმე კვლევებზე, აი ფაქტებს როცა ვამბობთ და აღქმებს ხომ, აი შარშან ივნისში აღქმებით თუ არ გვეკვით, რომ და კანდიდატის სტატუსი ფაქტებით წელს იანვარში აღმოჩნდა, რომ იმ ორ ქვეყანასაც უსწრებთ, რომელსაც მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი და ბარი ერთი-ორ სხვა კანდიდატ ქვეყანას უსწრებთ. ასე რომ ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ დაკავებული იმაში, რომ ვარწმუნებთ ევროკავშირს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და ეს შეცდომა გამოსასწორებელი არის. ჩვენ უნდა ვარწმუნებთ ყველას, რომ საქართველოს იმსახურებს და მაშინაც იმსახურებდა და ახლაც იმსახურებს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უფრო მეტიც. ჩვენ ახლა უნდა უმტკიცებდეთ და ვეუბნებოდეთ ევროკავშირს, რომ ის შეცდომა მარტო იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, არამედ მთავარი შეცდომა, რაც დაუშვა ევროკავშირმა, არის ის, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოგვატოვა უკრაინას და მოლდოვას. მაშინ, როდესაც ვართ ლიდერი ამ სამეულში და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს, რომ ჩვენ ეს ტრიო, რომელიც არსებობდა, ეს ტრიო უნდა კიდევ ერთხელ აღდეს. ამით უნდა იყოს დაკავებული და ოპოზიციაც, NGO სექტორიც და ყველა